გიფიქრია ოდესმე როგორ ეშვება თვითმფრინავი, როცა გარეთ ნისლია, თოვს, წვიმს, ან სრულიად ღამეა. ეს მხოლოდ გამოცდილებაზე არ არის დამოკიდებული. ამის უკან სერიოზული ტექნოლოგია დგას. დღეს თვითმფრინავების უმეტესობას აქვს GPS და AirNav სატელიტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც გვეხმარება, რომ ზუსტად დავიცვათ დაშვების კურსი. განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ აეროპორტებში, სადაც სხვა სისტემა არ არსებობს. მაგრამ როდესაც GPS-ი არ გვაქვს, არსებობს სხვა სისტემა სახელად ILS. ILS-ი ყველაზე ზუსტი და სანდო სისტემაა. იგი იყენებს ორი რადიო ტალღას, სიმაღლისთვის და კურსისთვის. ჩვენს ეკრანებზე როგორც ორი ხაზი ჩანს და გადაკვეთის წერტილში თუ დავამთხვით თვითმფრინავი, ესე იგი ზუსტი კურსი და ზუსტი სიმაღლე გვიჭირავს. ამ გადაკვეთის ჯვარს, სიჩქარეს, სიმაღლეს და სხვა უამრავ ინფორმაციას აკონტროლებს ფრენის დირექტორი. იგი ამუშავებს მთელ ინფორმაციას და გვაწვდის ჩვენ საჭირო გამოსახულებას ეკრანზე. აეროპორტის და თვითმფრინავის აღჭურვილობის მიხედვით და ასევე მფრინავის დაშვების მიხედვით ეს ILS-ი იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად. კატეგორია 1 ან 2 ნიშნავს, რომ ვეშვებით დაახლოებით 200 ან 100 ფუტამდე. თუ ბილიქს ან პაპის წითელ თეთრ ნატურებს დავინახავთ, დაშვებას უკვე ხელით ვასრულებთ. თუ ვერ დავინახავთ, მეორე წრეზე მივდივართ, ან სხვა აეროპორტში. თუ კარგად იყავით. საუკეთესო მესამე კატეგორიის შემთხვევაში თვითმფრინავი ბოლომდე ავტოპილოტით ეშვება და თვითონ ეხება მიწას. ამას ეწოდება ავტომატური დაშვება. შემდეგი სისტემა არის VOR, რადიო ტალღებზე დაფუძნებული სისტემაა. VOR შედარებით ძველი სისტემაა. იგი სიგნალებით გვეხმარება, რომ ზუსტად გავყვეთ დაშვების მარშრუტს. მაგრამ ნაკლებად ზუსტია, ამიტომ მხოლოდ კარტხილვადობის დროს ვიყენებ. და ბოლოს ვიზუალური დაშვება. როცა ამინდი იდეალურია და ბილიკი კარგად ჩანს, თვითმფრინავს მართავთ ხელით ბოლომდე. ამას ვიზუალური დაშვება ეწოდება. ასე რომ, როცა თვითმფრინავი მიწას შეეხება, გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფერს ტექნოლოგიები და პროფესიონალიზმი უდგას უკან. გაინტერესებთ რა ხდება, როცა დაშვება შეუძლებელია. შემდეგ ვიდეოში გიამბობთ რა არის Mist Approach-ი, გამომყევით რომ არ გამოგრჩეთ.